უკანონო აბორტებთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება. კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა, რომლის ავტორიც დიმიტრი ხუნდაძეა, პარლამენტში დღეს გაიმართა. ოფიციალური სტატისტიკით 2013 წელს 37,000-ზე მეტი კანონიერი აბორტი გაკეთდა. მათგან 4,037 შემთხვევა აჭარაშია დაფიქსირებული. რაც შეეხება უკანონო აბორტებს, რიცხვი უცნობია. შემთხვევების აღნოსხვა სახელმწიფოს არც ერთ სამსახურში არ ხდება. უკანონო აბორტი, რომელიც ფატალური შედეგით დასრულდება 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. კრიმინალურ აბორტებთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ მოამზადა. ცვლილების ინიციატორი თვლის, რომ საქართველოში უკანონო აბორტებთან დაკავშირებით ლიბერალური დამოკიდებულება იყო. კანონპროექტის ცვლილება განაპირობა იმან, რომ 2012 წელს ქვეყანაში დაფიქსირდა 40,000 აბორტი, ეს არის მხოლოდ რეგისტრირებული აბორტების რიცხვი, მაგრამ სხვადასხვა წყაროდან მოწოდებული ინფორმაციით ქვეყანაში უფრო მეტია არარეგისტრირებული აბორტები, ანუ უკანონო აბორტები, იგულისხმება რეგულაციით დადარღვეული ვადები, იგულისხმება არალიცენზირებულ დაწესებულებაში გაკეთებული და არალიცენზირებული ექიმის მიერ ჩატარებული ეს პროცედურა. ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ გავამკაცროთ კანონმდებლობა ამ კუთხით. უკანონო აბორტების ოფიციალური სტატისტიკა ქვეყანას არ გააჩნია. კრიმინალურ აბორტს სახელმწიფო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღრიცხავს, თუ კი პაციენტი გართულების შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში მოხვდება. გასულ წელს ასეთი მხოლოდ 3 შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა სახელმწიფო კანონიერი აბორტების სტატისტიკას აწარმოებს. 2013 წლის მონაცემებით ქვეყანაში აბორტების ყველაზე მეტი წილი 20-დან 29 წლის ასაკის ქალებზე მოდის. 17,145 შემთხვევა. თუ არ იქნა ინფორმაცია შემოსული სამინისტროში ამ საკითხთან დაკავშირებით, მისი დაკონტროლება შეუძლებელია. ამიტომ არც ოფიციალური სტატისტიკა უკანონო აბორტის რაოდენობების შესახებ და არც მისი შედეგების შესახებ არ გვაქვს, თუ არ მოხდა ხალი, ვინც აბორტი გაიკეთა, ის დაწესებულებაში თუ არ მოხდა რაიმე გართულების სამკურნალო. 2013 წლის მონაცემებით 4,037 აბორტი დაფიქსირდა აჭარაში. როგორც ბათუმის სამშობიარო სახლში აცხადებენ, მას შემდეგ რაც აბორტის გაკეთების მსურველს სამდღიანი მოსაფიქრებელი ვადა ეძლევა, ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის მსურველთა რიცხვმა იკლო. თუმცა როგორც სამშობიაროს მეან გინეკოლოგი ამბობს, პრაქტიკაში თვითნებური და უკანონო აბორტის შემთხვევები არც თუ ისე მცირეა. რუსუდან ჯაბუა განმარტავს, რომ კრიმინალურმა აბორტმა შესაძლოა ქალის რეპროდუქციული ფუნქციის მოშლა გამოიწვიოს და ფატალური შედეგითაც დასრულდეს. კრიმინალური აბორტი, რა თქმა უნდა, უფრო მეტ დიდ გართულებებს იწვევს. ქალის სიკვდილიანობის პროცენტიც იზრდება. ოპერაცია შეიძლება მოხდეს რა? სისხლდენა, ანთებითი დაავადებები, უნაყოფობა მენსტრუალური ფუნქციის მოშლით, ანუ მთლიანად იშლება ქალის რეპროდუქციული ფუნქცია. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით 2013 წელს 47,605 ახალშობილი გაჩნდა, ხოლო 37,018 აბორტის შემთხვევა დაფიქსირდა.